რესტორანი მელოგრანო საშობაო გამოფენა გაყიდვისთვის უსასყიდლოდ უთმობს ტერასას იმ მეწარმეებს, რომლებმაც მერის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზრობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაცია რესტორანმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ჩვენი რესტორნის ტერასა თქვენი მხარდაჭერისთვის სიხარულით გიზიარებთ, რომ ჩვენმა ინიციატივამ უსასყიდლოდ დაგვეთმო ტერასა იმ მეწარმეებისთვის, ვინც უარი თქვეს მერის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზრობაზე, დიდი გამოხმაურება მიიღო. გელით 23 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღე საღამოს 5 საათიდან საღამოს 10 საათამდე, რათა მხარი დაუჭიროთ ამ უნიკალურ მეწარმეებს. წერია განცხადებაში. ტანსაცმლის წარმოებელი კომპანია ჯერ არასდროს ქართული ბრენდია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დამფუძნებლის ვახო ჭინჭარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე უარი თქვეს, საახალწლოდ მათი გაყიდვები გასამაგებულია და რომ არა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შემოსავლების გახუთმაგებაც არ იქნებოდა გამორიცხული. ამის შესახებ მან BMG-სთან ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კომპანია ამ დრომდე 5 ადამიანს ასაქმებს. ამასთან კომპანიის დამფუძნებელი დასცენს, რომ წინა წლებთან შედარებით მომხმარებელთა ქცევა ელექტრონული კომერციის მიმართულებით ძალიან არის შეცვლილი. ანუ თუ ადრე გარკვეული უნდობლობა იყო ხარისხთან და მიტანის რეალურობასთან მიმართებით, ახლა მსგავსი საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე მათი დატვირთულობა შემცირებულია. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე, რომელიც თბილისის მასშტაბით 5 ობიექტს მართავს, აცხადებს, რომ ვიზიტები განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან შემცირდა. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, შექმნილ ვითარებაში სარესტორნო ბიზნესი ყველანაირად ცდილობს, რომ კადრები შეინარჩუნოს. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის თქმითვე, შემოსავლების შემცირების ფონზე სარესტორნო ბიზნესს გადასახადების გადახდა უჭირს. ვინტაჟური სამოსის ბუტიკმა ვენტილატორმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ფასები 20%-ით შეამცირა. ამის შესახებ ბუტიკის თანადამფუძნებელმა შოკო ჩაჩუამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით გაყიდვები 30%-მდე შეუმცირდათ. მათი ძირითადი მომხმარებლები უცხოელები იყვნენ, რომლებიც ქვეყანაში აღარ არიან, ან თუ არიან არაფულის დახარჯვისთვის. რაც შეეხება ქართულ მომხმარებლებს, ისინი აქციაზე დგანან. მისივე ცნობით, ვინტაჟური მიმართულების მომავალი ნელ-ნელა ვითარდებოდა, რაშიც ვენტილატორს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა. თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ასე გაგრძელდა და სექტორი უბრალოდ ვერ განვითარდება. შარშან, როდესაც ქვეყანაში მშვიდი სიტუაცია იყო, უფრო დიდი აქტივობა ჰქონდა. ამის შესახებ BMG-სთან პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელ ისიპარის ბრენდების განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ლინა ქალდანმა გაყიდვების შეფასებისას ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა კომპანიას გაყიდვების გეგმის შესრულება გაურთულა და ბუნებრივია გასულ წელთან შედარებით გაყიდვებში სხვაობა აქვთ. კომპანიის ბრენდების განვითარების და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ქცევა ძალიან შეიცვალა სეგმენტიც. ქალდანის ცნობით, თუ ადრე კომპანიის ძირითადი მომხმარებლების კატეგორია 30 წლიდან იწყებოდა, ახლა სეგმენტი ჯენზის კატეგორიამდე ჩამოვიდა და მომხმარებლების ძირითადი ნაწილი 22 წლიდან იწყება. უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული არასტაბილურობის ფონზე კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა BMG-ს განუცხადა, გაურკვევლობის ფონზე მოთხოვნა მკვეთრადაა შემცირებული როგორც საოფისე და კომერციული ფართების ქირაზე, ასევე განსაკუთრებით ყიდვაზე. ნატო ბოჭორიშვილის განცხადებით, ეს ტენდენცია ბოლო რამდენიმე თვეა შეინიშნება, თუმცა ბაზარზე ტრანზაქციების მკვეთრი კლება 28 ნოემბრის შემდეგ ფიქსირდება.